ბატონო. ეთქოდა ვისე დიაგნოზი ბატონო ისმე დიაგნოზი. ალო. ერთხა თუ გახდა ამისი. ალო. Красный. Если там и доведется до გამარჯობა. ბატონო დავით, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ახლა აი ბატონი ნოღაიდელია ეთერში, ამასთანავე გურჯანაძე იყო და ისეთნაირად მეკავთ საუბარი, რომ თითქოს ეს ხალხი საერთოდ არაფერში აი ახლა რაც პროცესები გამვითარდა, არაფერში არ არიან დამნაშავეები და მართლა ესე ფიქრობ თუ ეს მე მეჩვენება უფრო. აი ეს ადაკიდოთ ეს ავტორმილი დამეწუნეთ, გესმით ჩემი? მე სადღაც თუმემესტერი ვარ ყოველთვის 13 დეკემბერს შევთავაზე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ყველა თქვენი ანგარიში ესე ვთქვათ, მოგზავნით ჩვენთან ეთერში. დასაანალიზებელი 2008 წელი და შესაბამისად ვის რა პროექტი და რა გეგმებია ქვეყნის გადაცემისა, ყველა შევთავაზეთ ახლა გარკვეული რეგიონი და გარკვეული ის არის პირობები, აი ბატონმა ზურაბმა მოამზადა თქვენთან სასაუბრო თემა და გამოიტანა ეს ტელევიზიის დანიშნულება არის ჩვენ კარგი გინოთ ხალხი და შეგვიძლია თქვენ დაუშვით ანალიზის თქვენ გააკეთეთ ჩვენი დაფიქრვა არ არის ვინმეს რეკლამირება ან ანტირეკლამის გაკეთება და მithumetes ქისილი და ასე შემდეგ შეაფასეთ რა აი ბატონი ზურაბის ეკონომიკური პოლიტიკა მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ასევე ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკას ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ ნაწილს ძალიან საინტერესოა უკაცრავად მაშინ ალო გესმით? ოკეი, მეცნით. მაშინ აი თვითონ ნოღაიდელთან მოხს, ბატონ ნოღაიდელთან მოხს. საერთოდ ემიჯნება აი ამ პროცესებს ეს მაშინ როდესაც ქვეყანაში იყო მესამე პირი და რა ფიქრობს, ესე იგი მისი პასუხისმგებლობა მარტო იმითი შემოიფარგლება, რომ ამას აფიქსირებს, რომ მე პასუხისმგებელი ვარ და მეტი არაფერი. თუ შეიძლება გვესაუბროს იმაზე თვითონ აი რა დონეზე გზნობს დამნაშავედ თუნდაც იგივე აი ამ ბოლო ჟამს განვითარებულ პროცესებში მადლობა. მადლობა. ამ ბოლო ჟამს განვითარებულ პროცესებში დამნაშავედ ბუნებრივად თავს არ უძნობ არანაირად, იმიტომ მათში მონაწილეობა არ მიმიღია. 7 ნოემბრის შემდეგ მე დავტოვე ჩემი თანამდებობა და 8 აგვისტოს თანამდებობას საერთოდ არ ვიყავი. შესაბამისად ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე პასუხს არ ვაკეთე. და ამ კაფეოთ მაქვს რამოდენიმეჯერ ნათქვამი, ვთქვათ, რაზე ვაგებ პასუხს და რაზე არა. და ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. ხო მე პროცესებს საქართველოში ხდება არ ვემიჯნები, მაგრამ ახლა ბუნებრივია არც 2 ნოემბერზე, არც 7 ნოემბერზე პასუხს არ ვაგებ, მე ამის შემდეგ წამოვედი თანამდებობიდან და მithumetes არ ვაგებ პასუხს 8 აგვისტოს. Exact, ბაბატია, თრე მაყურებლის პასუხამდე მე მინდა ამ ბატონმა რა შეკითხვას დაგისვა გავაგზავნა. ხერ თავად გძანეთ, რომ თორმე ჯარს შეგულობდით. ხერ მაშინ დავდებოდი პრემიერ კეუნერის 2006 წელს, 7 წელს. მაშინ მოხდა ძირითადში მართლა ჯარსის ცედვა. ხერ უფლება არ ჰქონდათ, რომ თქვენ თავად დააუშვით ხაზი, შესყიდვები არის შესასწავლიო. როგორც პრემიერ-მინისტრს არ შეგეძლოთ რაიმე ისეთი ნეიტრალური დამოუკიდებელი არაუწყებრივი, არამედ სამთავრობო რაიმე სტრუქტურა შეგექმნათ, რომელიც გააკონტროლებდა აი ამ შესყიდვას. ან თავიდანვე აი მე მექანიზმი არ ვიცი ნამდვილად როგორ ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს დაუშვათ სააკაშვილი იყო და ამდენი უმჭირდება თავდაცვას და თქვენ ეს შექონდათ ბიუჯეტში არ შეგეძლოთ რომ მოგეთხოვათ რომ ამდენი თავდაცვაზე არ არის საჭირო, იმიტომ რომ ოფიციალურად დეკლარირებული იყო რომ მხოლოდ სამშვიდობო გზით და ასე შემდეგ. აი ამ ხელა ბიუჯეტი იყო თავდაცვაზე. სამნაპირად დავყოფა. პირველი საკითხი თავდაცვა და საერთოდ ჩვენი შეარაღებული ძალების მშენებლობა, რომელიც ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო და ჩვენი შეარაღებული ძალები გჭირდება არა მარტო აღლუმებზე გამოსაყვანად ან ერაყში ჩვენი მისიების შესასრულებლად, არამედ ბუნებრივია იმ შემთხვევაში, ვთქვათ რა შემთხვევაც, მაგალითად 8 აგვისტოს დადგა და მე როგორც პრემიერ-მინისტრი მაშინ და ალბათ ყველა ჩვენთაგანი ფიქრობდით, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მისია და მე ჩემი წვლილი ამ საქმეში შემქონდა. ანუ მე საერთოდ შეარაღებული ძალების მშენებლობას როგორც ასეთ, ანუ მოკლედ რომ ვთქვა, ბუნებრივია კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ. მე აქ საუბრობთ ახლა უკვე შემდეგ კომპონენტზე.
მეორე ნაწილზე თქვენი კითხვის. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პრეზიდენტი სააკაშვილი თვითონ პირადად იყო პასუხისმგებელი თავდაცვის სამინისტროზე. თავიდან ბოლომდე, როგორც სოფროაშვილის დროს, ისე კეზარაშვილის დროს დარწმუნებული ვარ, დღესაც თავიდან ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში არის დაკავებული ამ უწყებით. შესაბამისად, შეარაღებული ძალებისთვის შესყიდვები იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა საკითხის, პრაქტიკულად თვითონ უშუალოდ ამ საქმეში მონაწილეობდა და ამ საქმეში არ მონაწილეობდი, შესაბამისად ეს კაფეო შემიძლია ითქვათ, არც მიწია არასდროს და არც იყო ამის საჭიროება. ეს პირადად იყო ამ საქმით დაკავშირებული, როგორც მე პირადად უშუალოდ ვიყავი დაკავებული მაგალითად ქვეყნის შემოსავლებით, ამ თქვათ მაგალითად ენერგეტიკის საკითხებით და ნებისმიერ კითხვაზე ვალდებული ვარ ნებისმიერ ადამიანს, ჟურნალისტს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი პასუხი გავცე, რატომ იქნა ის გადაწყვეტილება მიღებული და არ დავიწყებ გადაბრალებას, რომ იმიტომ რომ დავალება მივიღე და ასე შემდეგ, ზუსტად ასევე თავდაცვაზე შეარაღებული ძალების მშენებლობაზე პასუხისმგებელი იყო დარწმუნებული ვარ ახლა თვითონ პასუხისმგებელი პრეზიდენტი და შესაბამისად აქედან ჩვენ უნდა გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა. ხო, რაც შეიძლება თვითონ უშუალოდ შესყიდვებს. ჯართი მე თვითონ არ მithქვამს ეს სიტყვა, მე გავიმეორე სხვისი ნათქვამი. ახლა ასეთი კითხვა საზოგადოებაში და ასეთი საკითხი საზოგადოებაში დაისვა, ამას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოებამ დღეს უნდა უკვე იცოდეს, ახლა აქ მე მგონი უკვე საიდუმლო აღარაფერი აღარაა, გასული ამბებია 2004 წლიდან მოყოლებული 2007 წლის ან 2008 წლის ჩათვლით რა შესყიდვები განხორციელდა, რა იყო შესყიდული, როგორ, თუმცა საზოგადოებას აქვს კითხვები, არა მარტო ხარისხზე იმ ავტორილობის და ტექნიკის, რომელიც საქართველოს შეისყიდა, არამედ იმ გარიგებებზე, რომელიც მაშინ დაიდო და სამკითხებს ჭირდება პასუხი აუცილებლად. და რაზეც მე ვსაუბრობ. მაგრამ ეკი რაღაცა, იგივე თქვენ თავად დღეს ფაქტიურად აღიარებთ, რომ ეს ჩემი სფერო არ იყო. საუბრობთ პრემიერ-მინისტრი პირველ მინისტრს ნიშნავს. ფაქტიურად თავობის თავმჯდომარე იყავით თქვენ. მესმის რომ ჩვენთან საპრეზიდენტო მმართველობა და მან დაგავალათ, მაგრამ ფაქტობრივად რა თქვენთანაც შემოსავლების ფისკალური პოლიტიკა და ენერგეტიკაო. მაგალითი მოგიყვანეთ, მაგალითი ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ პირობითად მე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ მეკითხება 2004-2007 წლებზე, როდესაც მე პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მეკითხება კიდეც და შესაბამისად ამიტომაც არ ვარ დღეს თანამდებობაში. შორის ამიტომაც არ ვარ თანამდებობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე სხვა საკითხია. ვამბობ იმას, რაც არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. პრეზიდენტი იყო პასუხისმგებელი უშუალოდ შეარაღებული ძალების მშენებლობაზე ამ პერიოდის განმავლობაში. საზოგადოებას აქვს ბევრი კითხვა, არა მარტო აღჭურვილობასთან, არამედ შეარაღებული ძალების საკითხების წარმოების გასყოფნასთან, ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოს. ეს ის არის, რა გადაუზურა, აი რაღაცა გასცეთილი ის არის, აი ხალგადაგაცრეცილი რაღაც ესეთი ჩანთასავითა ტრადიცია არის ინგლისში, აქვს იმ ჩანთას ნებისმიერ ფინანსთა მინისტრს შეაქვს ბიუჯეტი პარლამენტში ინგლისთან და რანგა ტრადიცია. საჭირო კაი ტრადიცია, მაგრამ ჩვენთან ეშე ქონდა ისე პარლამენტში ბიუჯეტი. ნებრივი. ეს კამათაც რა გინდათ ამდენი შეერაღებოდა. რაც არ ეკამათებოდი. არა, ჯერ მე რას ეკამათებოდი და რაც არა ამაზე საუბარი ეთერში არ მინდა, მე ერთი მაგალითი მინდა ხოლმე მოვიყვანო, რომ მე ასე პირდაპირ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ იმ ინფორმაციას, რომელიც მე მაქვს მიღებული როგორც პრემიერ-მინისტრს მათ შორის კონფიდენციალურად, ამაზე ყველაფერზე ტელეარხებით საუბარს არ ვაპირებ ხო ნებისმიერ შემთხვევაში. მე მინდა გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რა. პრემიერ-მინისტრი უწევდა 16 ნოემბერს ფორმალურად წამოვედი მე ჩემი თანამდებობიდან, იმ დღეს ხაზინის ანგარიშზე 800 მილიონი ლარი იყო. აქედან ძალიან მარტივი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, თუნდაც იმ კითხვაზე, რაც ახლა თქვენ დასმით, მიკამათიან მე თუ არა, უარი მithქვამს თუ არა ხარჯებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ასევე შეადაროთ ხაზინაზე